ადგილ წყნარად იყავით, წყნარად მიდორი. ირაკლი ახლა ალბათ ვერ არის წყნარად. მაშინ წყნარად იყო ტრიბუნაზე რომ მზის ხსა ფრქვევდა და მერე ამის გამო ყველა მადლობას უხდიდა. ბატონო პრემიერო, რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყვიან მადლობას, მე გეტყვით ამისთვის დიდ მადლობას. თქვენ და თქვენ სამთავრობო გუნდს რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემა გაქვთ. მართლაც აღმოაჩნდა კარგი აწყობილი სისტემა ღარიბაშვილს და მის გუნდს, ოღონდ ფულის შოვნის სისტემა. მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას. სოფიო პოლიტიკურად ასეთ მნიშვნელოვან დროს გიჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც არის ენა, მამული და სარწმუნოება. ენა, მამული, სარწმუნოება და ოქროს ზოდები ჩამიმატეთ სადმე ქალბატონო რიმა. მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენი გუნდი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. და მაქვს კიდე ერთი სურვილი, გისურვებთ კონსტრუქციულ არა მოღალატე ოპოზიციის ყოლას ქვეყნისთვის და პირობა, რომ პრიგოჟენის პარტიის ფილიალი ქართული, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასოდეს რომ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო უკან ბატონო ირაკლი. არამოღალატე ოპოზიციის ნასურვები ღარიბაშვილი ახლა თავად იქცა მოღალატედ ქოცების თვალში და რა საოცარია რომ ამ მლიქვნელებიდან არც ერთს ერთი წამითაც არ გასჩენია სურვილი რომ რამე მის დასაცავად ეთქვათ. სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. კოლექტიური ქოცი სუსის ბრიფინგის დღესვე მოერგო პარტიის მესიჯ ბოქს და აი მთავარი მესიჯ ბოქსიც. ყველა მოღალატის დედავატირე და გენპროკურორმა წყვილადად ჩაატარა ბრიფინგი, გაირკვევა ყველაფერი. ვინ არის მოღალატე, ვინ სხვა არის. არადა იყო დრო ოცნების დეპუტატები ნაკლს ვერ პოულობდნენ ღარიბაშვილის მმართველობასა და პიროვნებაში. ნაკლი რამე აქვს და არა მას რამეში. არა, ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი არის წინვალებრებით მინისტრი. ნაკლი არა აქვს. არა. ჩვენ ახლა ნაკლზე ვსაუბრობთ იმ წარმატებებზე, რაც მოხსინება გააკეთა. ყველა სფეროში გადახედეთ ნებისმიერ სფეროს, სადაც წარმატება არ აქვს ქვეყანას. გადახედეთ ნებისმიერი სფერო. მითხარით თუ არა აქვს. რამე არის ისეთი, რაც ქართულ ოცნებას არ გამოუვიდა ამას წელიწადში. თქვენ ეძებთ ახლა რაღაცა ისეთ რაღაცას, რომ ვერი ააგოთ რაღაცა. არა, თქვენი აზრი მაინტერესებს. უნაკლოა. ჩვენი აზრი არის ის, რომ ყველა მიმართულებით აქ წარმატება ამ ადამიანს. მამული, ენა, სარწმუნოება, ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია, ღირსება, წესრიგი, განათლება. ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა, ამას დარაჯობთ თქვენ. ლადოსთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ახლა ამ ყველაფერს სხვა დარაჯობს. იქამდე, სანამ პატრონი მასაც არ მოიძულებს და როცა მოიძულებს, კოლექტიური ლადოც იმ წამსვე შეიცვლის დამოკიდებულებას და მორიგ შემოთავაზებულ ვარიანტზე გადაეწყობა.